მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი სეგმენტით, რომელიც ამ ჩენელზე საომალოდ იქნება და დღეს პირველი რუბრიკა გვექნება ამ ასე ვთქვათ სეგმენტიდან. გავაკეთებ სხვა ბრძოლების ბრეიქდაუნებს, ასევე პოტენციურად პოსტ ბრძოლის ანალიზსაც გავაკეთებთ და დღეს გვექნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარდის, წლევანდელი ყველაზე დიდი კარდის, რომელიც გაიმართა ლას-ვეგასში, ბრეიქდაუნი UFC 320 რიმატჩი მაგომედ ანკალაევსა და პერეირას შორის, როგორც მოგეხსენებათ, ანკალაევმა მოახერხა და წაართვა ტიტული ძალიან ახლო ბრძოლაში პერეირას. თუმცა უკვე მეორედ რო უყურებ ბრძოლას და ეხლა ხანს საკმაოდ ახლო ბრძოლა იყო, ბევრად უფრო მეტად ვიდრე პირველი ნახვისას მომეჩვენა და თითქოს ჩემი აზრით მეხუთე რაუნდი იყო გადამწყვეტი. უფრო 2-2 მქონდა მეხუთე რაუნდის დასაწყისში და აშკარად ზიანის თუ შეაფასებთ პერეირამ აჯობა მეხუთე რაუნდში, თუმცა კლინჩში და ანუ ესე ვთქვათ კეიჯთან კონტროლი უკეთესი ხონა მაგომედს და ამითი გადაწონა საჯების ასე ვთქვათ ყურადღება და მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ის მიდგომა, რომელიც იძახის, რომ ჩემპიონი უნდა დაამარცხო რეალურად და დამაჯერებლად რო გახდე ჩემპიონი, ჩემი აზრით, ფუჭი არ არის და ზოგადად ისტორიულად მუშაობს ეგ ფაქტორი, რადგან ახლო ბრძოლებში ძირითად შემთხვევაში მაინც ჩემპიონს ანიჭებენ ხოლმე უპირატესობას თუ ბუნებრივია ძალიან დიდი ჰაიპის მქონე ჩალენჯერი არ არის ხოლმე და თქვათ ძალიან ესე ვთქვათ დაბალი რეიტინგის და დაბალი ასე ვთქვათ ყურადღების მქონე ჩემპიონი და ანუ მარკეტინგის მქონე ჩემპიონი არ არის. რაც პერეირას შემთხვევაში ნამდვილად არ იყო სიმართლე, რადგან პერეირა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყო იმ მომენტში UFC-ში, თუ ყველაზე დიდი არა. ამის მიუხედავად მაინც მაგომედმა მოახერხა საკმაოდ ახლო ბრძოლაში, რომ გადაწყვეტილებით წაერთმივა პერეირასთვის ქამარი. შესაბამისად, ამ ყველაფერმა მოგცა შანსი, რომ ვიხილოთ რიმატჩი. პერეირას რომ მოიგო პირველი ბრძოლა, დიდი ალბათობით რიმატჩს ვერ ვნახავდით და ეხლა გვაქვს შანსი, რომ თქვათ ამ შემთხვევაში მივიღოთ ისეთი ბრძოლა, სადაც უფრო ასე დამაჯერებელი დასასრული იქნება, გადაწყვეტილებით მოხდება ეს ყველაფერი თუ ფინიშით, ორივე მებრძოლს ექნება мотиваცია, რომ გაიმარჯვოს, ასე ვთქვათ, ძახილის ნიშნით და ეს თემა დაასრულოს. თუ ბუნებრივია ანკალაევი მოახერხებს ნებისმიერი ტიპის გამარჯვებას, დიდი ალბათობით ავტომატური რიმატჩი პერეირას აღარ მიეცება და პერეირა თუ შეძლებს უკვე დამაჯერებლად მოგებას, ასევე საკმაოდ კარგი შანსი არის, რომ ავტომატურ რიმატჩში ანკალაევს არ მიცენ, რადგან დღესდღეობით პერეირა UFC-ს ჩემპიონატს აწყობს. იქნა გამომდინარე, რომ ძალიან სანახაობრივი სტილი აქვს, როგორც მოგეხსენებათ და სტრაიკერები ზოგადად ჭირს UFC-ში, თან გრძელვადიანად წარმატებული სტრაიკერები თან ბოლო პერიოდში და პერეირა არის ადამიანი, ვისაც შეუძლია რომ ეს მანტია ასე ვთქვათ აიღოს და ნამდვილად UFC ამის მაქსიმალიზაციას შეეცდება. ეხლა კი გადავიდეთ უკვე უშუალოდ ბრძოლის ტექნიკურ ანალიზზე, განვიხილოთ ბოლო ბრძოლის გარკვეული ნაწილები და ასევე შევაფასოთ მეორე ბრძოლაში რა შეუძლია ორივე მებრძოლს რომ გააკეთოს და ან პოტენციალურად შეცვალოს. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გასათვალისწინებელი არის ის, რომ პერეირას ჰქონდა ძალიან დაბალი ასე ვთქვათ აქტივობა წინა ბრძოლაში, ვოლიუმი, რასაც ეძახიან დარტყმების კუთხით, შედარებით ვთქვათ თან განსაკუთრებით თავზე შეტევები ძალიან დაბალი პროცენტი იყო ზოგადი შეტევებთან შედარებით. მაგალითად, სტატისტიკა ვნახე, რომ დაახლოებით 70% დარტყმები მის ბოლო ბრძოლაში ხალილ რაუნდრის წინააღმდეგ იყო თავის მიმართულებით, ანუ თავში დარტყმას ახორციელებდა, ხოლო ანკალაევის წინააღმდეგ სადღაც 16% მიდიოდა თავის მიმართულებით. ეს ჩემი აზრით გამომდინარეობს ორი ფაქტორიდან. ერთი ფაქტორი ის არის, რომ ანკალაევს ჰქონია პრობლემები, გარკვეული პრობლემები ლეგ-კიკებთან, ანუ ფეხით დარტყმებთან მიმართებით და ზედმეტი კონცენტრაცია ჰქონდა ალექს, ასე ვთქვათ, ქვედა მიმართულებით.
რისთვისაც ანკალაევი მზად იყო საკმაოდ და არ აძლევდა მას საშუალებას რომ ბევრი დარტყმები მიაყენებინა ფეხში და შესაბამისად ან არ ვერ გაიხსნა ზედა კორპუსის და თავის მიმართულებით და როდესაც გაიხსნა და როდესაც აკეთებდა ასე თქვაც შეტევებს თავის მიმართულებით საკმაოდ წარმატებული გამოდგა გარკვეული რაოდენობა შეტევების საიდანაც ჩანდა რომ შეუძლია პერეირას დააზიანოს ანკალაევი თუ მოახდენს ასე თქვათ ტარგეტირებულ შეტევებს და ასევე გამოჩნდა ორი რამე მაგ ბრძოლაში რომ პერეირა უფრო ძლიერ დამტყმელია ჩემი აზრით და ასევე ის ფაქტი გამოჩნდა რომ ანკალაევის შედარებით უფრო სწრაფია ვიდრე ალექს პერეირა. ეს შეიძლება ვიღაცას ესე არ მოიჩნოს, რადგან სავარაუდოდ ანკალაევს ოდნავ უკეთესი ასე ვთქვათ, ყბა ნიკაპი აქვს, ალბათ გამძლეობა დარტყმების მიმართ, თუმცა ყველას აქვს თავისი ლიმიტი და პერეირას ალბათ ნებისმიერ ადამიანს გათიშვა შეუძლია და 5 რაუნდიან ბრძოლაში თუ მოახდენს დარტყმების აკუმულირებას და შემდგომ უკვე შემხედრ დარტყმებს მიაყენებს ანკალაევს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ასევე რაც პერეირას ჰქონდა ჩემი გამოსახედიდან იყო რომ როდესაც ის წინ მიიწევდა ძირითად შემთხვევაში ის ხანდახან იყინებოდა და ასე ვთქვათ დარტყმების დისტანციაზე ჩერდებოდა ანკალაევის წინ. რაც ანკალაევს საშუალებას აძლევდა რომ ბლიც შეტევი გაეკეთებინა დარტყმებით, სწორი დარტყმებით უტევდა ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სწრაფად, აგრესიულად, ჰქონდა მას ეს мотиваცია რომ დაემტკიცებინა რომ ის იყო არა მხოლოდ უკეთესი მებრძოლი, არამედ უკეთესი სტრაიკერიც და ამის საშუალებას პერეირას ასე ვთქვათ დაბალი აქტივობა და ხშირ შემთხვევაში მის წინ გაჩერება აძლევდა. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პერეირასთვის რომ მოიპოვოს ანკალაევის პატივისცემა და მიაყენოს ბრძოლის პირველ ნაწილში საკმაოდ დიდი დარტყმები, ძლიერი დარტყმები, რაც უკვე ანკალაევსაც იმ ასე ვთქვათ ზონაში გადაიყვანს, რაშიც იყვნენ მის პერეირას ყოფილი ოპონენტები, სადაც უწევდათ რომ გაეწიათ ანგარიში პერეირას დიდი ძალისთვის და შეტევას ეს ასე ვთქვათ მათ შეტევის სრულს ეს მათ უკლავდა. მეორე მხრივ ანკალაევს უკვე აქვს გამოცდილება პერეირასთან, აქვს გამოცდილება და მიღებული აქვს რაღაც დონეზე მისი ძალა, ვთქვათ ერთი დარტყმით არც გათიშულა და არც ასე ვთქვათ ნოკდაუნში არ წასულა. შესაბამისად დამატებით კიდევ უფრო თავდაჯერებულად გამოვა, ასევე ანკალაევმა იცის რომ შეუძლია პერეირასთვის ასე ვთქვათ ზიანის მიყენება, როგორც იტყვიან რომ ასე ვთქვათ ატკინოს, ეგრე ითქმის რომ რეალურად შენი ოპონენტი დაარეტიანო და სერიოზულად დააზიანო და შესაბამისად შანსი მოგეცი უკვე ბრძოლის დასრულების. ჰქონდა მას ესეთი მომენტი თორსტე მეორე რაუნდში პირველი ბრძოლის, სადაც პერეირას საკმაოდ რაუნდის ბოლოს საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა, თუმცა რაუნდი დასრულდა და ამან შანსი მიცა პერეირას რომ რიკავერი გაეკეთებინა, აღედგინა ძალები, რაც ბუნებრივად დამატებით мотиваცია ანკალაევის ამ შემთხვევაში რომ თუ იგივეს მოახერხებს რაუნდის რომელიმე სხვა ნაწილში შესაძლოა დაასრულოს კიდევაც ბრძოლა. ასევე ჩვენ გვინახავს რომ პერეირა არ არის უკტავი, მას აქვს აგებული და აქვს აგებული ნოკაუტითაც, კი სხვა წონით კატეგორიაში, მაგრამ საკმაოდ მძიმე ნოკაუტით და ეს არ არის გამორიცხული თემა. ანკალაევმა ასევე ისაუბრა რომ მისი мотиваცია არის ამ ბრძოლაში რომ პერეირა დააფინიშოს, ბრძოლა დაასრულოს და უკვე არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვოს. ასევე ბუნებრივია განსახილველია ის საკითხი რომ ანკალაევს იმის მიუხედავად რომ კლასიკური დაღესტნელი მებრძოლისგან განსხვავებით არ აქვს ეს სხვა ძალიან მაღალი დონის ჭიდაობა, მას აქვს რაღაც დონის ჭიდაობა, ის არის ვთქვათ კომბატ სამბოს ოსტატი და ბუნებრივია ანუ გამოუყენებია კიდევაც ეს ჭიდაობა სხვადასხვა ბრძოლებში, მაგალითად ბლაჰოვიჩის წინააღმდეგ გამოუყენებია, აი პოლ კრეგის წინააღმდეგაც გამოუყენებია, კაი ხანი მუშაობდა, სანამ სამოთხეთში არ დაიჭერდნენ. და პერეირას წინააღმდეგაც ცადა, თუმცა ანუ ვერც ერთხელ ვერ გადაიყვანა პერეირა
მაგრამ ამითი ასევე კონტროლის დროს ასე ვთქვათ იპოვებს და შესაბამისად ქულების საბოლოოდ გადაწყვეტილებით გამარჯვებაში შესაძლოა ეს დაეხმაროს და რეალურად მაგ-კუთხითაც უკვე აქვს შანსი მაგომედს და მაგომედის კემპს რომ გააკეთონ რაღაც ცვლილებები კემპში და შეძლონ პერეირას გადაყვანა და მიწაზე ზიანის მიყენება და ასევე კონტროლი. ხა იმის ალბათობა რომ პერეირას თქვათ საბმიშენით მოუგეს ანკალაევი ჩემი აზრით ძალიან დაბალი არის, იმიტომ რომ პერეირა საკმაოდ კარგი დაცვა აქვს და ანკალაევიც არ არის ესეთი საბმიშენ ტიპის ფინიშერი, თუმცა ხელებით შეუძლია ბევრი ზიანი მიაყენოს და ასევე დამატების შეუძლია რომ ჭიდაობით ასე ვთქვათ დაღალოს პერეირა, რაც მის ეფექტურობას ფეხზე უკვე სხვა რაუნდებშიც საკმაოდ შეამცირებს იმის გათვალისწინებით რომ ისედაც საკმაოდ ახლოს არიან მდგომში ბრძოლის უნარებში და სტრაიკინგში. რაც შეეხება პროგნოზს, ანუ პირდაპირ გეტყვით რომ მე უფრო მაინც მრავალი მიზეზის გამო გულშემატკივრობ პერეირას და მინდა რომ პერეირა მოიგოს, რადგან ვთვლი რომ ზოგადად სხვა ფაქტორიდან გამომდინარე პერეირა უკეთესი ჩემპიონი იქნება UFC-სთვის მარკეტინგის კუთხით. ის ფაქტორიც ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ მის კემპში არიან ქართველები და რაღაცნაირი კონექშენი საქართველოსთანაც აქვს. მისი სტილის პირადად ჩემთვის საკმაოდ სანახაობრივია და მინდა რომ დარჩეს ასე ვთქვათ UFC-ში და კიდე დიდი სუპერფაითები ვიხილოთ პერეირას მონაწილეობით. ანკალაევი კარგი მებრძოლია, მაგრამ მეტნაკლებად მაინც უფრო ნაკლებად სანახაობრივი არის, თუნდაც წარსულ ბრძოლებსაც თუ შევხედავთ, ისეთი ბრძოლები აქვს, სადაც ჰქონდა კარგი და სანახაობრივი ფინიშერი, მაგრამ ასევე ჰქონდა საკმაოდ არასანახაობრივი ბრძოლები და უმაღლეს დონეზეც ძირითადად ეგრე ხდება ხოლმე. მაგალითად მისი ბრძოლა რაკიჩის წინააღმდეგ საკმაოდ ჩემი გამოსახედიდან არასანახაობრივი იყო. წინა ბრძოლას პერეირას წინააღმდეგ ძალიან სანახაობრივი არ იყო და შეგვიძლია დავაბრალოთ უფრო შედარებით ანკალაევს, მაგრამ რაც გასაკეთებელი აქვს იმას აკეთებს ეს ადამიანი და ბუნებრივია როგორც გამოვიხილეთ ამ ბრძოლაში იგივე შეეცდება. შესაბამისად დიდ თანხას რო ვდებდე მაინც ალბათ უფრო ანკალაევსკენ გადავიხრებოდი, თუმცა ჩემი აზრით თუ პერეირა მოახდენს იმ ცვლილებებს, რომელზეც ვისაუბრეთ, მას აქვს კარგი შანსი რომ გაიმარჯვოს ამ ბრძოლაში, რადგან წინა ბრძოლაც როგორც მოახსენეთ, საკმაოდ ახლო ბრძოლა იყო, შესაბამისად ეს ბუნებრივია ორივე მებრძოლისთვის კარებს ღიას ტოვებს რომ ამ ბრძოლაში მოახდინონ გარკვეული ცვლილებები და უფრო დამაჯერებლად მოიგონ. ის გასათვალისწინებელია ბუნებრივია რომ ოფიციალურად ბუკმეიკერების გამოსახედიდან ფავორიტი არის ანკალაევი და ეს უმიზეზოდ ასე არ არის, რადგან წინა ბრძოლა მოიგო და ეს მხოლოდ დამატებით мотиваცია იქნება უკვე ჩემპიონის რანგში რომ სერია მისი მეტოქესთან დახუროს დამაჯერებლად.